სადავო პრემიერ-მინისტრო 961 სამუშაკოზე რამე შემთხვევას ადგილი არ ქონია. განსაკუთრებით დავალებულთა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი შენგელია. ფეხბედნიერი ყოფილი ფეხბედნიერი ძანი ჩამოსვლა. აქ საერთოდ ასფალტის საფარი არ ყოფილა. ეს პირდაპირ მიდის პირდაპირ ნუ იქიდან გადმოდიან ახლა თოლულები გადმოდიან ბავშვები გადმოდიან მე გუმანიტარული თვირთი გადააქვს ზოგი ახლა რაღაცით ვაჭრობს წვალობენ ხო? სამუშაო არ არის. არ არის. აბა ძირითადი პრობლემები რა გქონდა ხალხი? მუშაობა ხო და საქმეა. ფეხბედნიერი თქვენი ჩამოსვლა ჩვენ ხურჩიდან ვართ. ზარო გაგიკეთეთ დიდი მადლობა. მაგრამ არის გასაჭირი კიდევ. ეს ჩვენი ვალდებულებაა. წელს კიდე ორ მონაკვეთს გავაკეთებთ, ორსანტიის ხიდამდე გავაკეთებთ, სადაც პრაქტიკულად გზა არ ყოფილა და ზემოთ წალენჯიხაში გავაკეთებთ კიდე მუნიციპალური განვითარების და გარე განათება. რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ახლა. ის კარგია რომ ეს ოპერკეტი მაგრამ ჩვენი ვალია პირველ რიგში. კი, რა თქმა უნდა. ის კარგია რომ ამას ვახერხებთ, მაგრამ კი, ნაპირსამართლის სამუშაოების კეთება აქ, იმიტომ რომ ეს ახლა ძალიან აკაცოდეს ენგური, მაგრამ რომ დიდდება მიაქ პრობლემაა რაღაცეები და ყველაზე დიდი პრობლემაა ნაპირსამაგრი, იმიტომ რომ ხალხს ზოგი რაღაც ეგეთი ხორება მე მიწას მიაქ ნაკვეთები მიაქ ისენი და ხალხი ესეთ რაღაცა საარსებია. თავარი ხა ეკონომიკას მივხედოთ, ეკონომიკა. ეგ არის, სოფლის მეურნეობას მივხედოთ, მეცხოველობა ეს ყველაფერი მეცეკონომება თუ არა. მიწები აქ ზავოდია და ჩვენ ზუგდიდის გაშველება. ხო არა? მიწები მუშავდება და უმუშავებელი მიწა აქეთ პრაქტიკულად ძალიან მშრომელი ხალხია. მიწები მუშავდება, მიწები სამუშაოებით, ხო? კი, მუშაობენ რაღაცები. პროექტს ვამუშავებინებთ. თითო სოფელი, თითო პროდუქტი. ეხლა ვასწავლებ, ესე იგი, შესწავლას ვაკეთებთ. რომელ რეგიონში, რომელ რაიონში რა პროდუქცია მოდიოდა მანამდე, ტრადიციულად რა მოდიოდა, რის წარმოება შეიძლება ადგილზე. თუ ადგილობრივი წარმოება არ გამithარდა, ის არაფერი არ გაშველებს. სოფელი თუ სოფელი არის ხა გაღარიბებულია, ხო? ლეხი ხა მშიერი რატომ უნდა იყოს? ეს საკონსერვო ჭირდება. საკონსერვო გვინდა, დასაქმებას გამოიწოს, გამოცოცხლება სიტუაცია და მე ჩაი მაინც არ აღვარდა. ვაკეთებთ ახლა მაგ სამოქმედ გეგმას ვაკეთებთ და როგორ? არის დაინტერესება, არის ჩაის აღდგენაზე, არის მოსახლეობა, რომელიც ეხლა მთლიანად გადართული ვართ მაგაზე რა, რო იცოდეთ. ეხლა ვიცი რომ ძალიან ბევრი პრობლემაა. სხვა რა მაგრამ მეგიტრო ძალიან ზმერიდება ეხლა მოსახლეობას რო ხვდები ხოლმე ისე საკმაოდ მძიმეა ეხლა შეფასება მძიმეა რომ უჭირს მოსახლეობა უნდა ნახოთ შედეგი უნდა რაღაც გამოჩნდეს. ამოვიზამთრებ გამყოფ ხაზის კომისიით ბევრი თემები დავძარით, რაც მანამდე ასე თქვა შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ყველა ერთად რო ვჯდებით ვინაწილებთ საქმე. და წლების განმავლობაში ისე მოხდა რომ ეს სოფლის მეურნეობა დაინგრა საერთოდ. აბსოლუტურად დაანგრეულია. არა ვიცი პირიქით იმის მაგივრად რომ ადგილობრივი წარმოებისთვის ხელი შეეწყოთ. იმპორტით ჩაანაცვლოთ მთლიანად. 95% შემოდის ყველაფერი გარედან და ნაგავი შემოდის. უხარისხი შემოდის. რატომ უნდა შემოვიდეს, ხო? მოდი შეგიძლია აქ აწარმოო ყველაფერი ადგილზე. კაც პატარა შეწყობამ გაუკეთო, წარმოება გააკეთო, საკონსერვო გააკეთო და მე ბიბლიოთეკარი ვარ. ბიბლიოთეკა გვაქვს ხუთშაში, ვიცი რომ ასოციაციის პრეზიდენტი კი მაქვს. შემოინახა სოფელმა ახალი წიგნები არ არის საკმარისი და თუ შეიძლება ხო, გამოგიგზავნოთ, გავაკეთებთ აქციას გავაკეთებთ პრეზიდენტი რო ხარ, ხო და რატომ თუ შეიძლება განათლების მინისტრს უცხარი და გამოვიდა. აი გუბერნატორს მოყავს ინვესტორები. ხო ჩამოდიან რა დიდი აგროს სმიტი და საკონსერვო ქარხანაზე და იმებზე იქნება ამშიქნება უზები გამოვაქანა ამ კი აი ზუსტად თევზის დაინტერესებულები არიან საკონსერვო ქარხნით